მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შევაგრძელებთ ბანელორდის თამაშს, ეს რიგით მე-11 ეპიზოდი და მოკლედ სალამ უშუალო თამაშს შევდგებით. პატარა ინფორმაცია მაქვს თქვენთვის, მოკლედ კვლავ ვითამაშე ვიდეოს გარეთ ცოტა და რაები გავაკეთე ახლა და რეები გავაკეთე უბრალოდ ყველაფერს მოგიყვებით, მოკლედ რამოდენიმე კომპანიონები რაღა იყო და რამოდენიმე ლორდები გადმოვიბირეს სხვადასხვა სამეფოებიდან და იმპერიებიდან. ბოლო ვინც გადმოვიბირეს სხვათა შორის ამ გელანდიდან ავიყვანე, ვლანდიელი ლორდი იყო. ეხლა უცბად რო განახოთ რა სიტუაცია არის. აი ეს არის ჩვენი კლანი თავიდან ბოლომდე, ეს ჩემი კლანი, კულოვინგები, იმპესტორები და ასე შემდეგ, მოკლედ აი ესენი არიან. ხო, დაქირავებული არც ერთი არ არის, ყველა ჩემი ვასალი არის და სათითაოდ პატარ-პატარა ციხესიმაგრეებს ვაჩუქებ ყველას რომ არ გაგვექცნენ და არ აგვიჯაყდნენ და ასე შემდეგ. ან ცოტა ფულს დაუდონატებ ხოლმე, მაგალითად აი ასე დაახლოებით 6 მილიონს დაუდონატებ ფულში, არ გვიჭირს, რაც არ გვიჭირს ფულია, მოკლედ. ეხლა რა სიტუაცია არის? წინა ეპიზოდის ბოლოს ჩვენ დაგვიწყო ბრძოლა ასერაიმ, მაგრამ მე არ დამიწყია ბრძოლა ასერაისთან, როგორც წინა ეპიზოდში ვთქვი, ისე არ მოქცეული ვარ. წავედი და დავიწყე სხვადასხვა ლორდების გადმობირება. აქედან გამომდინარე, ზავიც დავდეთ ასერაისთან, სხვათა შორის ხუზაიტებმაც დაგვიწყეს ერთი პერიოდი ბრძოლა და ხუზაიტებთანაც დავდეთ ზავი და ზავი დავდეთ ასევე ბატანიასთან. ორჯერ დავდე, იმიტომ რომ ბატანიასთან ნამდვილად არ მაწყობს ახლა ბრძოლა. ვლანდიელებს რაც შეეხება, სარამე ლორდების გადმობირებას ვცდილობდი ამასობაში. ეს ტერიტორია დაგვიკარქავს ბატანიასთან ბრძოლის დროს, გვიან შევამჩნიე რომ ბატანია გვეომებოდა და სამხრეთის იმპერიისკენ ვიყავი და მაქედან გამომდინარე და ჩემ კლანის წევრებს აუღიათ აი ეს ტერიტორიები. რასაც ხედავ, ეს დრაპენდის ციხესიმაგრე და პრავენდი აუღიათ საერთოდ. და ზავი შემოგთავაზა მე ვლანდიამ და ეხლა მოკლედ ცოტა დიდი ინტრო გამოგვივიდა. ჩემი მიზანი რა არის? მოკლედ მე მინდა ამ ეპიზოდში რომ ვლანდია დავასრულო. ბევრი არაფერი არ აქვს დარჩენილი, ეხლა უცებ რომ დავთვალოთ 1 2 3 4 ქალაქი აქვს დარჩენილი და 1 2 3 4 ციხესიმაგრე. 5 ქალაქი უბრალოდ და 5 ქალაქი და 4 ციხესიმაგრე აქვს დარჩენილი. ჩემი აზრით ვფიქრობ რომ მოვასწრებთ და გავანადგურებთ საერთოდ თავი და ბოლომდე ვლანდიას თუ არა და შემდეგ ეპიზოდში აუცილებლად დავასრულებთ. ეხლა რა ხდება? კლანი სხვადასხვა კლანები გამოვიძახე ფართი შექმენი უბრალოდ და აი ნახეთ რამდენი ვართ 3573 ვართ. ძალიან მოვიხოდეთ უკვე, მართლა ძალიან საშიშები ვართ ნებისმიერი იმპერიისთვის და სამეფოსთვის, ამიტომ ყველა უნდა გვიფრთხილდნენ. კაი, ეხლა გელანჩი შევალ, პატარა ჰაკი გამოვიყენოთ როგორც ყოველთვის. აქ რაც აქვს საჭმელი, თავი და ბოლომდე ყველაფერს წავიღებ. და ან რომელიმე ლორდს გამოუცხადებ ბრძოლას, ან სოფელი გადაუწვათ და ეგრევე დავარტყათ მოკლედ გელანს. მანამდე თქვენ გამოიწერეთ არხით და გლიჯეთ უეჭველი ლაიქს. ჩვენ კი შევუდგეთ ჩვენ საქმეს. ეგ არის. ეხლა ვნახოთ თუ ახლო-მახლო ვირმე ლორდი არის. ამ ლორდს ვებრძოლოთ თუ არა და სოფელი აი მაგალითად ქარავანი. ხო, ქარავანი არის. არა, ეს არ მინდა. ეს ნამდვილად არ მინდა ხუზაიტებთან ეხლა ბრძოლა. მოდიათ. ჯერ ვნახო საერთოდ ჩემთან თუ გადმოხვალთ. არ გადმოდიან ჩემთან, დააბრალეთ საკუთარ თავს. ერთი ძამი. ეგ არის. ვლანდიასთან ომი დავიწყეთ, ეხლა ტრუპებით უცებ ამათ. სამი კაცი მომიყვა. წუდია. აი დიდათ ეს არ მაინტერესებს, ლუთიდან საჭმელს წაგართმევთ, საჭმელიც აკაიფოთ, გვაქვს თითქმის 5000, ეს იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქალაქებიდან და სოფლებიდან ვყიდულობ ხოლმე, რადგან ვერ ვაქცევ ხოლმე ძირითადად ამ საჭმლის ყურადღებას და როცა მყავს უზარმაზარი არმია, უბრალოდ საჭმლის გამო ტოვებენ ჩემს ფართის. კაი, სანამ ეხლა მოძლიერდება ვლანდია, უცებ დაალაგდებიან, გაიაზრებენ რომ მაგარც უძღეში არიან და არმია შეკრავენ, მანამდე უბრალოდ მოდი გელანდი ავიღოთ, 3 დღის საჭმელი აქვს, ამათ ცოტას ვაშიმშილებ და მე ტრუპებს გავუშვებ. ასე ტარანებს ავაშენებ ეხლა, აი ამ კარების შესამტვრევსაც, ბათერინგრამსაც ავაშენებ, ღობეებს ჩამოუნგრე, მოკლედ რასაც ყოველთვის ვაკეთებთ, მანამდე მორალის დაეცემა, შიმშილითაც დაიხოცებიან ან გაიქცევიან და ტრუპებით მოვიგოთ მოკლედ უცბად. სხვათა შორის ძალიან მაგარი ინჟინერიის სკილი განვავითარე.
აი აქ ჯერ სკაუტინგში მოდი გავაძლევთ ესა. დაახლოებით აი ასე არის. ჩემი ინჟინერიის სკილების საქმე და შედარებით სწრაფად ვაშენებთ მოკლედ ყველაფერს მინდა გითხრათ. რაც მომწონს, იდეალური შედეგი არის. ხო, აი ესენი რაც მონიშნული მაქვს, აღარ მახსოვს 2 წუთის უკან დავიწყე ვიდეოს ჩაწერა და აღარ მახსოვს გითხარი თუ არა, მაგრამ სანამ დაგვნებდებიან, მინდა რომ უმეტესობა აქედან ავიღო. თუ თვითონ არ წაგვართმევენ, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არაფრისთვის არ შემოურტყიათ. აქ, ეს ნახე. მე მგონი ფართი არის ცალკე ფართი შეიკრა ჩვენი სამეფოდან და ისინიც გვეხმარებიან იდეალური აქ რა ხდება. მე მგონი ჩვენი ბიჭი გაიზარდა. ხო ბიჭია. აუ ვერ გავიგე, კაროჯე ბიჭია, გოგოა, აზე არა ვარ. კაი, მოდი ესე მივცეთ სკილები. დიდათ არ მანაღლოს ახლა. უცებ რო გადავხედო აპა ერთი ჩემი ოჯახის სიტუაციას. მტრები არა გვყავს, ბევრი იდეალურია. კაი, თამარი რუსუდანი გურანდუხტი და ფარნავაზი. აი ესეც ბიჭი არის, აი დიდი. ამას ახლა შეუძვრი ახლა და დაგვჭა ესა. მოდი ამას დავარქვათ ახლა ჩვენ. აიდიც დავარქვათ. ხო, ბიჭი არის. ვახტანგი. ვახტანგი მამეთ ჩემ ძმას ქვია. კაი, მოდი ამას მე დავარქმევ ლაშას. ჩემი ძმაკაცის გვარი სახელი მივცეთ უпроსორად. ხო, აი ესეც კაი გამახსენდა ეხლა. ჩემს ერთ-ერთ კომპანიონს უნდა ვაჩუქო სამეფო და გავხადო ჩემი ვასალი. ამას განახით ეხლა რა როგორ ხდება უცებ. კი ბატონო, მორალიც ეცემა, საჭმელიც აღარ აქვთ, ღობეები ჩამოვღეთ, ეხლა უცებ ამ კატაპულტას მოუნგრევთ, ტარანები ყველაფერი მზადა გვაქვს მოკლედ რომ შევიდეთ. ეგ არის ტრუპები გავუშვათ უცბად. 188 კაცი მოგვიკვდა, არა უშავს და უმეტესობა ჩემი კომპანიონების ფართიდან იქნება დარწმუნებული ვარ ეხლა. კაი, ციხესიმაგრეც ავიღეთ. 55 კაცი ჩემთან გამოჯამრთელდება მალე დანარჩენი უკვე ჩემ კომპანიონებს რა გადავეკიდე კაცო კრანის წევრებთან. კაი, ეხლა ლამაზი რო გამოვიდეს და ერთი სიტყვით ესე რო თქვა თანმიმდევრობით რომ მივხვით. ამ ჰონგარდის ციხესიმაგრეს ავიღებ ეხლა მე ჩამოვარ ამ ჯაკულანთან. მე მგონი იაკულანი ან ჯაკულანია მე მგონი სწორი. მე ჩავარ ამ ჩარასთან. ჩავალ ჩარასთან, ცოტა გლახად მომჭრაყური. ოკეი, ამ ჩარასთან ჩავალ, მე სარგოსთან გადავალ და რჩებათ ეს ყველაფერი რომ მოვასწრო ეხლა რასაც ვამბობ. მე რჩებათ მარტო ამ არასწორებს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი ეს ოქსჰალი და ეს პატარა ციხესიმაგრეები რჩებათ ვერექსანდის ციხესიმაგრე, თალიველის და აბუქომერის ციხესიმაგრე და მოკლედ ხო რა იმედი მაქვს რომ 1 2 3 4 აი ამ ერთი ციხესიმაგრის და ამ სამი ქალაქის აღებას მოვასწრებ და თუ რამე და ზავიდადეს მე თავიდან გამოუცხადებ ბრძოლას და მოკლედ ამ ეპიზოდში მაქსიმალურად სურო 3 საათიანი გამოვიდეს ეს ეპიზოდი, მაინც უნდა ვცადო და თავიდან ბოლომდე უნდა ავიღო მოკლედ ეს ლანდია და უნდა გავაქრო ისე როგორც ტურგია და მანამდე ახლა კაი რაღაცა გამახსენდა. წინა ეპიზოდისთვის ბოდეში გიხდით, იმიტომ რომ გარკვეული ნაწილები ამოვჭერი და უმეტესობას მუსიკა ედო იქიდან გამომდინარე, როგორც წინა ეპიზოდში ვთქვი, voice-ის სახით სამწუხაროდ ხმას არ იწერდა გარკვეულ მომენტებშიც ვიდეო ითიშებოდა და მოკლედ დავარეგულირე ყველაფერი ამის მერე პირობას გაძლევთ რომ აღარადროს მსგავსი აღარაფერი აღარ მოხდება არც ერთი თამაშის გადაღებისას და ვიდეოს დროს. ეხლა ტრადიციულად რასაც ვაკეთებთ კაი ეს არ მაინტერესებს რა ხდება. ღობეებს მოუნგრევ, კატაპულტებს, იქ დიდი ალბათობით ვაშიმშილებ და მოკლედ დედას უტირებ ამ ლანდიას თავიდან ბოლომდე. ამ ციხესიმაგრესაც წავართ. კაი, ეხლა უცებ თავი რო აღარ მოგაწყინოთ. ავაშენებ ყველაფერს ჩამოუნგრევ და აქაც ტრუპებს გავუშვებ. თუ რამეა, ქალაქებში ვიბრძოლებ, რომ ცოტა საინტერესო და დაძაბულობა შევმატოთ დღევანდელ ეპიზოდს. მოკლედ ნახოთ ეხლა რას ვიზავთ. კაი, ეგ არის ღობეები ჩამოუღეთ, კატაპულტები მოუნგრიეთ, მოკლედ ცუდად აქ ამ ციხესიმაგრეს საქმე. ერთი დღის საჭმელი დარჩათ, ბარე მოდი ამათაც ვაშიმშილებ ეს ერთი დღეს დაველოდებით ცოტათი მეტი. ოპა, ეს ქოზიშენი უეჭველი მოვიმატო, თორე ფართები დატოვებენ.
ჩვენს რა გლახავთ თქვი ახლა ფართები და კაი მოკლედ ქოზიშენი უეჭველი უნდა მოიმატოთ ხოლმე ყურადღება არის ძალიან ამაზე მისაქცევით თორე ფართს ტოვებენ მერე სამწუხაროდ შენს ფართს ტოვებენ სხვადასხვა კლანები და კლანის ფართები ესე უფრო სწორი არის მე მგონი და ცუდი არის რა მოულოდნელად რო ხდება ეგეთები კაი მორალი დაეცა საჭმელი აღარ აქვთ ფაქტობრივად შიმშილი დაიხოცებიან რავი და მაქსიმუმ ტიერს ორები არიან ალბათ ესენი დარჩენილი ორებიც არ არიან რა ტიერ 2-ის ჯარისკაცებიც არ არიან ტიერ 1-ები არიან კაი ეგრევე ახლა ძალიან რო აღარ გავწელოთ ტრუპები გავუშვათ 101 კაცი მოგვიკვდა სამწუხაროა მაგრამ არ აუშავს მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის ოკეი ძალიან ხოძე ვარ მოკლედ დღეს რა ესეც მორიგი ციხესიმაგრე აი ახლა მივცემ ჩემს ერთ-ერთ კომპანიონს ამ ციხესიმაგრეს და ჩემს ვასალად ვაქცევ კაი აი ამ ვაჟბატოს ვაძლევ კარიბოზზე სარგეონს რომელიც საკმაოდ კარგად გვემსახურა სხვათა შორის ძალიან ცუდი ურთიერთობა მქონია ამასთან და არაუშავ ცოტა ფულს მივცემ და გამოვისწორებ ესე იგი ვაწვევით ამას შემდგომ ამას და ვჩუქნით ახლა აი პატარა ციხესიმაგრეს მოდი ახლა რო ავიღე იმას ვაჩუქებ აი აგერ ჰონგარდის ციხესიმაგრეს ვაჩუქებ გოლდი 500 ინფლუენსია საჭირო და ამას მივცეთ გვარი მოდი ამას მივცე მე ჩემი ძმაკაცის გვარს სურმანიძე ეგ არის ესე ჩვენი მორიგი ვასალი ეხლა რა სიტუაცია არის მე რო გადავიდე აქ კლანში აი აგერ არის სურმანიძე კლანტიერ 2-ზე არის შედარებით სუსტია მაგრამ ეგ არაფერი მოიხოდება აი ცოტა ფულს დაუდონატებ ახლა მივცემ და ერთ ციხესიმაგრეს მოდი კიდევ ვაჩუქებ თქვენი ხათრით აი ამას ვივცემ და აქედან ცოტა ინფლუენს მივცემ აი ესე ყოფა მე მგონი დაახლოებით ასურა გქონდეთ ურთიერთობა საკმაოდ გაგვიძლიერდა საკმაოდ ამ პიროვნებასთან ჩვენი ძმაკაცის გვართან უნდა მეთქვა ეხლა ჩვენ ურთიერთობა საკმაოდ გაგვიძლიერდა ჩვენ სახალო ვასალთან ხო ჩემი ფართი ცოტა შესუსტდა არმიები დაკარგეს აშკარად მაგრამ ეგ არაფერი ძალიან დიდი და საშიში არ არის ახლა ამ მომენტისათვის ეგ მე ცოტა ხალხს დავარეგრუიტებ 34 კაცი მყავს დაჭრილი ნელ-ნელა გამოჯამრთელდებიან იმედია ვინმე დატოვეთ ახლა აი მოდი საჭმელიც ავიღოთ აქედან კაი მოკლედ ისეთი სიტუაცია არის ახლა ორი ეპიზოდია მე რასაც ვაკვირდები რომ ტრუპები ხშირად ვიგებ და ცოტა უინტერესო გამოდის და მოდი ამ ბრძოლაში შევალ და თან ღობეები ჩამოუგრიეთ 1017 კაცი არის დარჩენილი კაცნი რა ჯანდაბა 1017 კაცია დარჩენილი 1822 ჩვენ ვარ და უცებ ავიღებთ რა ტრუპებით უფრო მეტი დამეხოცებოდა დარწმუნებული ვარ დამეხოცება უფრო სწორად და მოდი შევიდეთ ეგრევე არანაირი აქ უპირატესობის მოძებნა არ გვინდა ეგრევე შეტევაზე გაუშვათ თლიანი არმია და ეგ არის მოკლედ რა ვებრძოლოთ ამ არასწორებს საკუთარ კედლებში კაი შემოვედით ეს ჩვენი გიჟიპოლი არმი არ შემიცვლია რატომღაც დამავიწყდა და ბოლოს როდესაც ვიბრძოლე ესე ვლანდიის ტერიტორიაზე ძალიან გლახად მომკლეს არ დავიწყებია ეგ სიკვდილი მე აი ეჯიგრებო აუ რა აი ერთი წამი აუ ხო არა პლიზ არა აუ ცხენი აუ ერთი წამი ჩემი მარტო აუმაცახებინეს აფათი დედა ვაკირე მე ვაა რა ჯანდაბა მქენი ბიჭო რა ჯანდაბას ვაკეთებ მოკლედ ან ბოლო ორი ბრძოლაა ის სადაც შევდივარ ცხენი წამოვეცვი წვეტგათლილი სარს ეგრევე და კაროჩე ყველაფერი რაც არ დაეზარათ ყველაფერი გამიყარეს კაროჩე აი არა უშავს მე ბოდიში ესეთი სისულელეს გამო აღარ გავიმეორებ და იმედია ეხლა არ წავაგეთ რავი ამ მოგებულ ბრძოლას აუ ეს რაღაცა მოაქვს ვაფშე რაღაც უნდათ რომ კარები შეანგრიო ჩემი შემოვიდე დახოცო ღობეები რისთვის ჩამოანგრიე იმედია არ წავაგეთ ეხლა და საერთოდ არ დანებდება ჩვენი არმია
რა სიტუაცია 58-ად ჩვენ მოგვიკვდა 130 იმა ეგ არის ძვლივს დავამარცხეთ როგორც იქნა მაგრამ სასწაულად დავსუსტდით ანუ შეგვისუსტდა არმია ეს ციხესიმაგრეც ავიღეთ იდეალური 1275 კაცი დავრჩით უმეტესობა გამოჯანმრთელდება სადღაც მოკლედ 1600 კაცამდე ვიქნებით რა კაი ეგ არაფერი ახლა უცებ რომ გადავხედოთ აქ ლოიალიტი საკმაოდ კარგი გვაქვს მაგრამ გვაკდება უნდა ავაშენო ყველა პონჩი აქ რაღაცეები აი მოდი ვაფშე ფულს დავაბანდებ ახლა აი ესე ცოტა ჩავტოვოთ ხო ეხლა მე რა მინდა მოდი მე ჩემ მეუღლეს დავტოვებ აქ აღარ მინდა მოკლედ ჩემი მეუღლე რომ წავიყვანო არ მომიკვდეს მეშინია გიჟივით მიყვარს ოკეი ცუდი ხუმრობა იყო კაი მეუღლეს აქ დავტოვებ მე მგონი თან ფეხბურთით არის ხო თუ ცდები აი ოკეი არ მაინტერესებს გიჟივი ჩვილები გყავს კაი მოდი ამას ფესტივალებზე და თამაშზე დავტოვებ ხო ეგ არა მოკლედ მეტი აღარაფერი აღარ გვინდა საჭმელი გარნიზონში რა სიტუაცია ახლა გარნიზონს რო შევხედოთ 240 კაცი არის კაი მე აქედან არმიას ვერ ჩავტოვებ იმიტომ რომ სასწაულად მჭირდება არმია ეხლა უცებ პრისონერებს გავყიდი მე მგონი ერთი კომპანიონი კიდე მინდა და ბარემ ამას კომპანიონად ავიყვან ეგ არის ესე ჩვენი კომპანიონი So, კაი, ესეც მორიგი ციხესიმაგრე, აქეთა მხარე ასე თუ ისე გავასუფთავეთ. აქ რა სიტუაცია გვაქვს? ულანდიას კიდე სხვებთან აქვს, მეგონი ომი. ასე რა იებრძვის ვანდიას. ასე რა იებრძვის ულანდიას და ეხლა რა სიტუაცია დააგვირდით. ჩვენთვის საერთოდ არც არის ულანდიას. ამიტომ იწევს ესე ულტრა ისფერი სიჩქარით ეს ეგზოშენი. ულანდიის კაი, მოდი მანამდე სალამ ასე რა იწაგვართვებს ამ ტერიტორიას. მანამდე ჩვენ ავიღოთ და ეხლა ამ ამ ჩარას წავართ მე ულანდიას ამ ქალაქს. ასე რა ისთან უნდათ ბრძოლა ბიჭო, აი ამ ერთხელაც ბოდიშით. გოდუნ მაპატიე ეს ჩემი სიძი არის, ჩემი დაყავს ცოლად. ამ ერთხელაც ბოდიში. ულანდიასთან ბრძოლა, ულანდია რაღა იყო და ასე რა ისთან არ დავიწყებ ბრძოლას. ამას წავართ მე ჩარასის ქალაქს. დიდი ალბათობით მოვასწრებ რომ სარგოთის წავართვა. ულანდიელები ახლა აქ იდგებიან. და მე როგორც კი ულანდია ზავს შემოგთავაზებს, თუ კიდე მოითხოვთ რომ ბრძოლა გინდათ ასე რა ისთან, მე უკვე გამოვაცხადოთ ომი თუ არა და ისე ულანდია დავასრულოთ რა. ასე რაით ძალიან ასუსტებს ამ ულანდიას და მე ძალიან ვასუსტებ. ასე რომ ცუდად აქვს ნამდვილად საქმე ჩვენს ულანდიას, თან ულანდიის გაქრობა რუკიდან ჩვენ მოგცემს ძალიან დიდ უპირატესობას. იქიდან გამომდინარე რომ ბევრი ტერიტორია ხომ გვექნება. ამას პლუს კიდე საკმაოდ ბევრი ლორდის გადმობირებას შევძლებ, რადგან შეხედავენ ლორდები, დააკვირდებიან და მიხვდებიან რომ უბრალოდ აზრი არ აქვს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას. აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას რომ შემოგვიერთდნენ ჩვენ. ოკეი, ეხლა რასაც ყოველთვის ვაკეთებ, მოუნგრიოთ ყველაფერი და ეგრევე თუ საჭმელი გამოელიათ, გამოელიათ, თუ არა და ტრუპები დიდი ალბათობით ბევრი არმია, ბევრი ჯარისკაცი მომიკვდება. და ვფიქრობ რომ შევიდე. მოკლედ ყველაფერს ვნახავთ, ეხლა უცებ ესენი მოუნგრიოთ და ნახოთ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. კაი, ეგ არის მოკლედ მოუნგრიეთ ყველაფერი, სხვათა შორის ბალისტაც ავაშენე. შევალ მოკლედ ამ ბრძოლაში, 729 კაცი არის. და უცებ გავანადგუროთ და ცოტა ექშენი მივცეთ ამ ვიდეოს. ეგ არის, შემოვედით, არანაირი ღობე აღარ აქვს, ამ საცოდავებს ამათ. ეხლა აქ მე ბალისტა ხო ავაშენე სადღაც ბიჭო, სად არის? ბალისტა მინდა. აი, მოდი ჯიგრებო ამათ ეხლა არ ეცლება იმათვის რომ კატაპულტები დაგვიშვან იქიდან. მომეცი ბალისტა. ახლა მაინც ცოტა დაბლა ესე იგი. კაი, მე აქედან დაგეხმარებით ჯიგრებო. ჩვენ შემოგივლეთ. ასე რომ ესროლო ჩემიანებს გავარ, ხო?
ეს უდი გადაწყვეტილება იყო. არა უშავს რა. ეხა გადავტენოთ. მე მგონი აი ეხა გავარტყავ. კი, ჩემფეხებს გავარტყავ. ერთიც კიდე მოდი. წინაზე აღარ მახსოვს მე რამდენი ეპიზოდი იყო, მაგრამ საკაიბოდ ვიქილავი ამით. ვფიქრობ რომ გამიმართლა. ოკეი, აი სისულელია. ეხლა ამით გართობა. არა, კატაპულტა მომეცით ერთი ეს არ ვისვრია არასდროს ამ თამაში, რასაც ვთამაშობ. როგორ უნდა ვისვრო ჯიგრეო ბიბიშვით. მე მინდა თავარი ვიყო, უნდა ვისვრო, ბევრი გვიხოცება. ო, მოკლედ პოზიციები აქვს და აქედან გამომდინარე. როგორ უნდა შევატრიალო? დატენე? ისროლა უკვე. ოკეი, მოკლედ ეს არა ჩვენი საქმე. ისე მოდი ჩემმა ჯარისკაცებმა მიხილო. მე ტრადიციულად ეხლა შიგნით შევარდები. აუ ისე რა ლამაზი ადგილია ეს, უბრალოდ დააკვირდი რა, სოფელი, აქვე წყალი, ხიდი, რამე. იდეალური ქალაქი, მოკლედ რისთვისაც გიყვარს ეს თამაში, ზუსტად ის არის ეხლა ამ თამაში რა, დამასობაში ბარსელონა მე-6 გოლი გაუტანა ვალენსიას, ეხლა ვიდეოს წერ და ბარსელონა ვალენსიას უყურებ პარალელურად. მე-6 გოლი გაუტანა მამარდას. მიხარია რომ ბარსა იგეს ამ ხელა ანგარიშით, მაგრამ წqis რომ მამარდაშვილი დგას კარში. ასეთ მომენტებში დროს. ოკეი, ეს არ გვაინტერესებს, ეხლა გადავერთოთ. უშუალო ჩვენს თამაშზე. ფაქტობრივად მოგებულია ეს ბრძოლა. ბიჭო, ბრძოლას კი ვიგებ ძმა, მაგრამ მე ვკვდები ხოლმე ხშირად. რა ხდება ჯიგრეო, სად დასპაუნდით? და აუ პოლიარმით უნდა გხოცოთ. იმედია ამ პოლიარს ოდესმე შევცვლი. კაფსულით ჩავთოთ, რომ სწრაფად ვიაროთ. ხედი ჯიგრეო. არ გინდა დანებდეთ რა გადარჩეთ. ერთი წამი, ნუ შეუცელქდი. მოკლედ მეგობრებო, ხო, ამ მომენტს გამოვიყენებ ბარემ და გეტყვით იმასაც რა. მოკლედ ძალიან ბევრი კარგი თამაშის გადაღებას ვაპირებ ჩემს სახლზე, მათ შორის უკვე ნახეთ პირველი ეპიზოდი The Forest-ის. The Forest-ის დავხურა უეჭველი The Forest-ს. უეჭველი დავხურა Son Forest-საც ბიჭებთან ერთად რა თქმა უნდა და მარტო არა. ონლაინში უფრო მაგარი მოგამი ექნება ჩემი აზრით. მოიცა ორი წამი ცოტა გავექცევი აქედან. მე გამომესხრიკებიან, ვიღაცამ შვირც მისვლის ეხლა. და არ მაცდის ბრძოლას მე იმის. ბიჭო, წადი ძმა, სხვა საქმე არა გავა. გაეთხრიეთ. მომე ეხლა პოლიარი. ეხლა წახვედით თქვენ შემოვრებო. ეგრევე ჰეჩოთი. ხო, იმას ვამბობდი, რომ ძალიან ბევრი კარგი თამაშის გადაღებას ვაპირებ, მათ შორის ონლაინშიც რო იყოს. The Forest-ის პირველი ეპიზოდი ხო ნახეთ უკვე. მაგ არ დასრულებულა. ბანელორს როცა დავხურავ The Forest მერე გავაგზავნე. უბრალოდ ეგ პატარა ესე რო ვთქვათ, სპოილერივით იყო The Forest-ი. რომ მაგ თამაშსაც გადავიღებ. Son Forest დავხურავ უეჭველი, ძალიან მევასება ეგ თამაში. დახურული არადროს არ მაქვს, მაგრამ ნათამაშები მაქვს ასე თუ ისე. და რაღაცეები ვიცი, მაგრამ Forest-თან შედარებით ბევრი არაფერი არ ვიცი. ხო, Tsushima-ს გადაღებას ვაპირებ, ძალიან მევასება ეგ თამაში და არასდროს არ მითამაშია. ერთი წუთით, ერთი წამითაც არ მითამაშია არასოდეს. და სხვათა შორის გეტყვით იმასაც, რომ ვიდეოს გარეთ, იმიტომ ვთამაშობ ამ თამაშს, რომ რაც შეიძლება მალე მინდა რომ მოვრჩე, დავხურო, დავიპყრო მთელი კრადიისმაპი, რადგან ვაპირებ ამ თამაშის მეორე ნაწილის გადავიღო. უბრალოდ მეორე ნაწილი არ არის გამოსული, ისევ ეს გადავიღო, ოღონდ ახალი მოდით URA 1000-ით და ეგეც მალე დავხურო, რომ მერე მინდა ნაპოლეონის პერიოდი რო გადავიღოთ, აი უმეტესობას გეცოდინება დარწმუნებული ვარ, უბრალოდ მოდის სახელი აღარ მახსოვს. თვითონ მოცრა ქვია რა. დაახლოებით 1700 წლიდან არის უკვე იქ მიმდინარეობა და აი ეგეც მინდა გადავიღო და აქედან გამომდინარე შედარებით მალ-მალე ვდებ ხოლმე ეპიზოდებს და შედარებით
უფრო მეც ვთამაშობ ვიდეოს გარეთ რა, უბრალოდ რამოდენიმე პატარა ქალაქებს ვიღებ, ციხესიმაგრეებს უფრო სწორად. აქ ბიჭო დარჩა ვინმე კიდე, რიდით ვეღარ ჩაძახმე. ჩემიანი დაუბრუნდი. ეგ არის მოვიგეთ. ხო, იმას ვამბობდი, რომ ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის, რის გამოც ვთამაშობ ხოლმე რა. ვიდეოს გარეთ. რაც შეიძლება მალე მინდა დავხურო ეს არასწორი თამაში, დავიფრო ყველაფერი, ჩვენი ჩელენჯი შევასრულო და გადავიღო იუარაფ 1100 რო ეგეც დავხურო და უკვე ნაპოლეონის პერიოდი გადავიღო. მე მგონი 1700 წლიდან იწყება, აღარ მახსოვს ზუსტად, მოკლედ დავაზუსტებ და თუ რამეა აღწერაში დავამატებ რა მაგ მოდის სახელს. კაი, მე ხა ცოტა არმია უნდა დავიმატო, ეს ერთი დღის სავალზეა, ამათაც დავიმატებ, ამასაც ეს ვაფშე აქვე არის. აი ეს 7 დღის სავალზე რატო არის? საჯანდაბაში ხაშურშია ძმა წასული თუ რა არის? ხუიოზნაეთ, ამას დავიმატებ. ესენი არმიას მაინც არ კრებენ და მოდი ყველას დავიმატებ ვიდეოში. ზოგი აქვე არის, ზოგი ცოტა შორს არის. კაი, ეხლა უცებ რა სიტუაცია, ცოტა გაგვიგრძედა ლაპარაკი დავიქოქეთ მოკლედ, აღარ გავჩერებულ ვართ. უსანკის ციხესიმაგრეს ავიღებ, ეხლა უცებ ტრუპებით და აქედან მე ამ ციხესიმაგრეს დიდი ალბათობით ასე რა იერბვის. ამას ავიღებ და გადავალ სარგოჩი რა. და სარგოჩი დავდგები ბისეიჩზე და სარგოც ავიღებ მოკლედ. აი, ღობეები ჩამოვიღეთ, უცებ ტრუპები გაუშვათ ეხლა აქ 200 კაცი არის. 75 კაცი მოკვდა, იზი. პრისონერები არ გვინდა ლუთიც თქვენი იყოს, ესეც მორიგი ციხესიმაგრე. მოდი ამას ხას მივცე ვაფშე. ცოტა ურთიერთობას კიდე მოვიმატებ. ბიჭო, ეს კონზიშენი იმენა მაკლდება და მაკლდება ძმა უთრაის ფერის სიჩქარით. კაი, ჩარას დავიცავ ეხლა და დიდი ალბათობით სარგოთის აღებასაც მოვაწრებ. მოდით აქ. აი. კულოვინგებს დარჩა. 50 მქონია ამათან, -99 მეტი 50. ცუდია კულოვინგებთან. ხო, მოკლედ ძალიან ცუდი ურთიერთობა მაქვს. ხო, აქვე მეგობრებო, უბრალოდ იმის თქვა მინდოდა თქვენთვის. თუ რაიმე გაინტერესებთ, მაგალითად როგორ გავხდეთ მულტიმილიარდერები და როგორ ვიშოვოთ ამდენი ფული, როგორ ვიშოვოთ ბევრი ინფლუენსი, ანუ როგორ გავიუმჯობესოთ სხვადასხვა სკილები, უბრალოდ შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარში და კომენტარის სახით გიპასუხებთ ყველას, ან ცალკე ვიდეოს გადავიღებ მაგისთვის სპეციალურად და დავდებ მოკლედ არხზე თუ როგორ ვიშოვოთ სიტყვაზე ბევრი ფული, როგორ გადმოვიბიროთ სხვადასხვა ლორდები, თუ რამე გაინტერესებთ, ყველაფერი დაწერეთ მოკლედ კომენტარებში და ან გიპასუხებთ, მაგრამ ვფიქრობ უფრო დიდი ალბათობით რომ ცალკე ვიდეოს ჩავწერ და მოკლედ ყველაფერს ერთ ვიდეოში განახებთ რა. ან ცალკე ვიდეოში, მოკლედ უბრალოდ ეს თქვენზე არის, დაწერთ თუ არა კომენტარებში. ეხლა რა სიტუაცია, 597 კაცი არის და ტრუპები გაუშვათ, 111 კაცი მოკვდა. მოდი ამათ ავიყვან. ამას გავუშვებ. აი, ამათ გავათავისუფლებ ვაფშე. ოპა, 67 ტრუპი მომიყვანა ტიპმა, იდეალური. უფრო მეტი რო ყოფილიყო, ჩემ კლანის წევრებსაც დაურიგებდი. საჭმელი მომეცით ჯიგრებო, რაც შეიძლება მეტი საჭმელი მინდა და ამასობაში ბარსელონა მე-7 გოლი გაუტანა ვალენსიას. ძალიან მაგრები ხართ. მამარჩენთა ბოდიში. არა ვხნიშნავ ზაკაზად ამ გოლებს. კაი. ეხლა წავიდეთ მოკლედ და სარგოთი ავიღო უნდა მეთქვა, მაგრამ როგორ ჩანს, აქ ზავიდა და ასე რა ისთან ოლანდია. ხო, დიდი ალბათობით ესია. ან კიდე ბრძოლა აქვს. არ ვიცი, მოკლედ აქ რა სიტუაცია არის. ახლა ციხესიმაგრეს ავიღებ და არ მაინტერესებს სარგოც მაინც მოვასწრებ. ხო, არ დაუდია ზავი როგორ ჩანს. ისევ ალყაში არის ეს ციხესიმაგრე. კაი, წავალ ეხლა სარგოც შეუტე. სარგოთან დავდგები სიჯზე და სარგოცაც წავართ მე ამასობაში აქ ნახე რამ ხელა არმია მოდის, მოდით პაპასთან. რა იყო, ხო არ გაიქეცით. შიგნით არ შეხვიდეთ, ბიჭო. სარგოჩი არ შეხვიდეთ. ოპა, რა დებილები არიან, მართლა არ შევიდნენ. ხო, ამათ ჩემთვის არ ეცლება, დიდი ალბათობით იქით წავლენ რა. და რა ხდება, ვინ? გილოცავ, დიდი ხანია არ გვინახავს თქვენი თავი. ხუზაიტემა დაგვიწყეს ბრძოლა. ომი გამოგვიცხადა მონჩუგმა.
აი რა უნდათ ბიჭო რა ხო იციან რომ მაქსიმუმ ერთი პატარა ციხესიმაგრე წაგვართვან და 15 იქით უნდა დაკარგონ პირიქით და რავი რა ძალა ადგიათ არ ვიცი მაგრამ წარმატებები უსურვოთ მაგ საქმეში ოკეი ჩვენ ამასობაში სარგოთთან მოვედით სიძეც დავდექი როგორც იქნება ეს ჩემი კლანის წევრი მოდის 380 იყავს საერთოდ თავის ფარტიში იდეალური გაუძლიერდებით ჩარა შემოარტყეს ალყა და როგორც ჩანს ამ ჩარაში ძალიან ცუდი გარნიზონი დგას კაი უცებ სარგოც ავიღებ ახლა თავარი აკედლები მოუნგრიოთ და გადავალ და ისევ ამ ჩარას დავიცავ თუ საჭირო გახდა შევალ თუ არა და ისევ ტრუპებით რა ეგ არის სარგოთიც ავიღეთ ამათი ქოზიშენი საერთოდ რა ის ქოზიშენი ეგზოშენი უпроსორად 96-ზე ავიდა ჩარას ალყა აქვს და უნდა წავიდე და დავიცვა მაგრამ აქაც ალყა შემოგვარტყეს ბიჭო აი რა უნდათ რატო წვალობენ ამდენს აზე არა ვარ რავი რა ძალა ადგიათ საერთოდ წარმატებები უსურვოთ რავი შეიძლება აქედან ახლა ჩარასი დავკარგოთ ვაგ ჯერ ბრძოლა არ დაწყებული ამათ ახლა ტრუპებით გადაული უცბად ნუ მოკლედ რა ძალიან იზი არის რავი წავართვით ყველაფერი თითქმის ულანდია ძალიან ცოტა ციხესიმაგრე და ქალაქი დარჩათ ეხლა დიდი ალბათობით ამ ბრძოლის მერე ზავსაც გადადებენ ხარგს გადაგვიხდიან მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა გავანადგუროთ თავი და ბოლომდე გავანადგუროთ უბრალოდ აი ეს წავიყვანოთ ციხეში უნდა ოპა 25 ტრუპი მაწყობს ეგ არის წავიდეთ ახლა და ჩარასი დავიცვათ თუ მანამდე ზავი არ დადეს ეხა ზავი მეც მაწყობს არმიას დავშლი ცოტა ირბენენ აქეთ-იქ და მოიხოდებიან და შეუტებ ისევ თავიდან აუ გაუტრაგე საქმე გაროჩი ამას ქალაქს ეგ არის ზავი დავდეთ დინარის ციხესიმაგრეს ალყა აქვთ დინარის ციხესიმაგრეს ალყა აქვს ხუზაიტემა შემოარტყეს ჩვენ და სამწუხაროდ აი არმიას დავშლი ახლა ამდენს აღარ ავიყვან იმიტომ რომ ცოტა არმია მოაგროვონ ჩემმა კლანის წევრებმა და ცალკე ფარტი შექმნა საერთოდ და ხუზაიტებს დაესხან თავს ეგრე ჯობია რომ ძალიან არ გაგვიტრაკოს საქმე ხუზაიტებმა ამასობაში მე ჩემს ტყვეებს გავესაუბრები ვინც ამყავს და ცოტას დავარეკრუიტებ ხალხს და დაველოდები როდის მოიხოდებიან ეგენი და გამოუცხადე მოკლედ თავიდან ომს ამ არასწორებს მოკლედ ეხლა რა ხდება ნახეთ ასე თუ ისე მოიხოდა ჩემი არმია და მოვედი აქ აბუ ქომერის ციხესიმაგრესთან რომ მეთქი ულანდიას ომს დაუწყებ თავიდან და ბარემ გავანადგურებ მეთქი მაგრამ ბატანიამ დავიწყო ბრძოლა ამათან ომი ჩვენ არ ქონია სამხრეთის იმპერიაში რო ვიყავით იმის მერე თან ბევრი არც არა ვარ შეგიწავართვეს ბიჭო ეს როდის მოხდა ვაფშე არც დავკვირვებულ ვარ ამას ეთყობა ბრძოლა რო იყო და მე რო ლორდების გადმოპირებას ვაპირებდი ვიდეოს გარეშე რო ვითამაშე ვფიქრობ მაშინ მოხდა ეს ყველაფერი კაი არა უშავს ეხლა აი ეს არის 2 4 5 ქალაქი აქვს 1 2 3 4 5 6 7 8 ციხესიმაგრე 9 ხო ესენი ცოტას გაგვაწვალებენ ეხლა მაგრამ ამათან უნდა დავდო მე ყველა პონჩი ზავი იმიტომ რომ ლანდიის განადგურება მინდა აი არ მაინტერესებს არც ერთ პონჩი რა ეხლა მოდი ვინმე ლორდი დავიჭიროთ მოდი პირობითად ეს იყოს ლორდი ან ვინც არის გაროჩი აუ ბიჭო აქ ყოველთვის არ ვკითხულობ ბოლომდე და ეს რა არის არ მინდა თქვენი არაფერი მაცա დამანებე თავი აქ აი ოკეი სოფელს გადავუწევთ უბრალოდ ვაფშე საკმაოდ დიდი არმია შეიკრიბა ჩემიც და საკმაოდ დიდი არმია სიჩანისმა საკმაოდ დიდი არმია შეკრიბა ასევე აი მოდი აქ ჩავიდეთ აი ესე ლანდიასა და ომი გამოუცხადოთ
ხო, ნუ ცოტა ხანი გაგვაწვალებენ რამოდენიმე ტერიტორიას ალბათ ბატანია წაგვართმევს. მაგრამ ეგ არაფერი. ეგრევე ზავს დაუდებ და ვლანდიის მერე მოკლედ გადაწყდა რა. ვლანდიას როგორც კი დავასრულებ, აი შემდეგი ეპიზოდებიდან უკვე ბატანია უნდა დავასრულო, თორე ჩვენ შუაში ძალიან გლახათ არიან გაჩხერილები და ძალიან ტვის გაბურღავს მოკლედ ეს ვლანდია რა და იმედია ეს ვარჩეკში მიდის იდეალური ბისეიჯზე მიდის ვარჩეკში იდეალური ეხლა ვარჩეკს თუ დაიცავს აიღებს უფრო სწორად ბატანიასთან ზავის დადება შეგვეძლება აი ეს უცებ მოუნგრიეთ ეხლა ამ კატაპულტასაც და აი ამ კედელსაც ჩამოუღებთ ეგ არის მოკლედ რა სალამამათმა კატაპულტა ააშენონ ეს 74 კაცი მოგიკვდა პრისონერები აღარ გვინდა მოდი ეს მორიგი ციხესიმაგრე წავართვით ვლანდიას აი ეხლა ჩვენი მიზანი რა არის ეხლა ეს უნდა ავიღოთ ეს ტალიველის ციხესიმაგრე მე აქ ვერექსანდის ციხესიმაგრეში გადავა ოქსალს ავიღებ ოქსალში დაახლოებით რა ვიცი წესით მეტი იქნება დაახლოებით კი არა და უფრო მეტნი იქნებია რადგან ყველა ჯარის კაცი ვიც აყავს დარჩენი და ყველა ლორდი ვლანდიას ყველა იქ შეაფარებს თავს და დიდი ალბათობით იქ შესვლაც მომიწევს დაჭრილები ახლა გამოჯამრთელდებიან და ბოლოს აი ქვემოთ რო დარჩა ციხესიმაგრე მივალ და იმ ციხესიმაგრესაც ავიღებ და ვლანდიას დავასრულებ ყოველ შემთხვევაში ჩემი გეგმა დაწერილი ესე არის აქ რა ხდება ხო ნუ ბატანიამ დაიწყო ხალხი შემორტყმა აი ესეც მოვიგეთ როცა არ აწყოს მაგალითად შენი კლანის წევრებს უგაცრავად როცა არ აწყოს შენი კლანის წევრებს ომი პირობითად მოდი ვთქვათ ვლანდიის სამეფოსთან მაგრამ შენ ადგები და გადაწვა ვლანდიის ერთ-ერთ სოფელს და ომს გამოუცხადებ აქედან გამომდინარე ურთიერთობებიც ეცემა მაგრამ ეს დიპლომატიის მოდი ძალიან მაგარი არის მაგისთვის რომ ურთიერთობები გამოასწორო სხვადასხვა ლორდთან ან შენი ოჯახის წევრებთან ან შენი კლანის წევრებთან და კომპანიონებთან ჩააგდე მოკლედ დიპლომატიის მოდი და როგორც მე ვაკეთებ შედი სამეფოში გადადი კლანში და ეხლა ხედავ 40 ხო გვაქვს ამასთან donate gold 132 ვსო კარგად აგვაქვს უკვე ურთიერთობა რა მე არის კედლები დაუნგრიეთ აქაც ტრუპები გაუშვათ 214 კაცი მოვიკვდა სუდია ძალიან ეგ ნამდვილად არ მოწყობდა აი თლად ეგეთი კატასტროფაც არ არის საკმაოდ ბევრი არბია გვყავს მოდი ვაფშე აქედან ყველას ავიყვან 508 კაცი ეგ არის ლუთი წავიღოთ აი უცებ რა სიტუაცია ლოიალიტი გვაქვს მილიშიაზე დავაყენო იმ ფესტივალებზე და თამაშებზე დავაყენოთ ცოტა ფულსაც დავაბანდებ აი ესე 50000 ჩავტოვებ და საკმარისი იქნება ჩემი აზრით so ну ეს ლოიალიტიც გამოგვისწორდება ალბათ აი წავედით ახლა 1050 კაცი დაგვჭა და ხო არმია კიდე დაჭრილები არიან და გამოჯამრთელდებიან მოკლედ ეგ არის არმიაც გამოჯამრთელდება მანამდე ოქს ჰალში მივალ მე ხო აქ ცოტა რთული სიტუაცია არის 1239 კაცი არის შიგნით ოქსიდრის საჭმელი აქვს საერთოდ დარჩენილი 2000-ნი შევევართ ერთი ფართი კიდე გამოვიძახე ეხლა დიდი ალბათობით ერთი უნდა მოვიდა ყველა მოსულა იქით ალყა შემოგვარტყა ვლანდიამ იდეალური აი ეს ტარანებიც აშენდეს და ნახოთ მოკლედ რა იქნება დიდი ალბათობით ტრუპებს გაუშვებ ვინც ხართ ვინც არა ხართ მოკლედ ყველა შეტევაზე გადავიდა ჩვენი გიჟი პოლიარმით უნდა შევარდე რა ხო მოკლედ ვლანდია გავანადგურო და ამის მერე რაღაცებს დავალაგებ ინვენტარში რა პოლიარმის დავაპატარავებ როგორც თქვი ერთი წამი ედინელა ჯიგარო აუ ისე მეისრებით განა აუ არა ერთი წამი ბიჯებო და გუგუნებო აქედან დიდი ალბათობით ტრუპები გამოვლენ რომ დახმარები მოუვლე ამ არასწორებს
არა მოდი ჩვენ აქედა ვებრძოლოთ ბიჭო მოაშორე ეგ არბალეტი თორე საკუთარი სისხლის გუბეში გაბანავებ მოკლედ ეხლა მეგობრებო ერთი ესეთი იდეა მომივიდა თლად მთლიანი ბრძოლა რო არ გაყურებიოთ ეხლა და თქვენ მაგ არ დააკლიკო და არ გადაახვიოთ ცოტა საინტერესო რო გავხადოთ დავადოთ ქართული სიმღერა რა თქმა უნდა სწორი ხარ დარაჯოთ მიწას ცოტა კადრი ავაჩქაროთ მაქსიმუმ 3x-ით და მოკლედ გაყურებიებთ ეხლა როგორ უშრობ სისხლს ვლანდიას და როგორ ვართმევ უკანასკნელ ქალაქს ეგ არის წავიდა სულურად დამბრიდეს საიდავირბინი ხლა პროსტა იმ ქვის წამოსაღებად მაგრამ მივასება კაროჩე მაგით ქილაობა რა ეგ არის მოკლედ აი ეს ბრძოლაც მარტივად მოვიგეთ ეხლა ტრუპები გაუშვათ უცბად პრისონერები წავართვათ აი ლუთი აღარ გვინდა ეგ არის მოკლედ რა უკანასკნელი ქალაქის წავართვი ამ არასწორებს და ეგ ზოშენი ნახით უბრალოდ 100 აუვიდათ ხო ჩარასი წაგვართვეს თლად უკანასკნელი ქალაქი როგორც ჩანს არ ყოფილა კარგი ბატონო თლად ეგეც არ არის პრობლემა ეხლა ფულს დავაბანდებ ტრადიციულად აი ესე მოდი 100,000 ჩავტოვოთ ვაფშე ჩვენგან რა მიდის არდა ფულისა საგმარისია აქ ვინ დავტოვოთ მოდი აქ ჩემ რძალს დავტოვებ აი ესე ჩემი რძალი გააკონტროლებს საერთოდ აქავრობას კაი ვლანდია ეხლა დიდი ალბათობით ზავს დაგვიდებს ამდე აჰო ასე აუვიდათ რა ბატანიესთან რა სიტუაცია ბატანიესთან შემიძლია ეხლა ზავის დადება მოკლედ ამ ბატანიესთან ზავს ვერ ვდებ რა საკმაოდ შემოიწიენ ჩვენს ტერიტორიებზე ეხლა გადავხედოთ აქ რა ხდება პენკანონი წაგვართვეს დიდი ალბათობით აქ ბატანიას ექნება ალყა ხო ეს ვარჩეგი წაგვართვეს აქედან ეს ციხესიმაგრეები წაგვართვეს ამას დავკარქავ დიდი ალბათობით აქეთ ეს საერთოდ ვლანდიას აუღია ოკეი აი გადავიდეთ მოდი აქ ეხლა ეს დავიცვათ შეიძლება მაგ ვლანდია იდგეს ისევ და საერთოდაც არ იყოს ბატანია მაგრამ მაგას ეხლა ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინც არ გინდა იყოს დედას უტირებთ ცოცხლად გავატყავეთ და ცოცხლად შევჭამთ გზაში ეხლა დაჭრილებიც გამოჯამთრდებიან მე ესე სოფლებში არმიას დავარეკრუიტებ და მოკლედ იქ მივალ და დავესხმევი თავს აი მოკლედ ბატანიასთან ზავი დავდეთ რაც არის იდეალური ჩემი აზრით აი ძალიან გვეჭხირებიან ფეხებში რა ეს ბატანიელები და თვითონ ეს ბატანიის სამეფო რა რავი აქედან იწყება ჩვენი სამეფო ეს მაკებიც დავკარგეთ რა აქეთ მოკლედ რა არის ჩვენი ეს რაზიჰია რომელიც ჩემს ერთ-ერთ კლანის წევრს ვაჩუქე კაი მოდი რაზიჰი არ ჩავთვალოთ აი ტიალიდან იწყება ჩვენი სამეფო შვენივრად ლამაზად არის ძველი სტურგიის ტერიტორიაზე გადაჭიმული
აი ასე და აი აქ ჩაგვეთხარა რაღაცნაირად ეს ბატანია რა ზავი დავდეთ ეხლა ოლანდიას გავანადგურებ ამ ეპიზოდში რა დარჩა ბარემ 2 ციხესიმაგრე და 1 ქალაქი და ძალიან დასუსტებული არის ოლანდია უკვე თავი და ბოლომდე ეხლა მე ამ ოლანდიას გავანადგურებ აი ნახეთ არც ისე ძლიერები აღარ არიან და მოკლედ შემდეგი ეპიზოდიდან უნდა შეუდგე უკვე ბატანიის განადგურებას რა ეხლა მოდი შენ აქ ჯიგარო არ ვიცი მიხა მაგრამ აი ესე ურთიერთობებს მე გამოვისწორებ კი დამაკლდა ეხლა relationship-ში რაღაცეები ვიღაცებთან მაგრამ ოკეი ეგ არ არის ჩემთვის დიდი პრობლემა არემ გავანადგუროთ და არმიად შევასვენოთ თორე ცუდ დღეში არის უკვე ჩვენი არმია რა ძალიან ცუდ დღეში რა ვაფშე აღარავინ აღარ დარჩათ და მეც იმდენ ჯარისკაცს ვერ ვარეკრუიტებ რომ მოახერხო და ამათაც ცალკე მივცეთ ო აქ ხობები ვაფშე არ ქონიათ ოკეი მაწყობს 4-17 კაცი მომიკვდა რა მაწყობს მეც მაგარი ვარ აუ რატო ვიჩქარე ჩემი აი ხა არაფერია შველება ესეც ავიღეთ 1038-ნი დავრჩი აგრა 174 კაცი დგას ბისეიჯი ეხლა არ გამოვშტერდი გარნიზონში ეთყობა საერთოდ აღარავინ აღარ არის აქ რა ხდება აზე არა ვარ გარნიზონში ეთყობა საერთოდ არავინ აღარ არის დარჩენილი მანამდე მოდი მე რას ვიზავ ვიცი ამას გავუშვებ ვაფშე ამასაც აი ეს 13 აქვს ვაფშე და 13 კაცი ხავს ვაფშე ამას 16 ამას 11 და ნაჩეს დავიტოვებ ვიქნება ვინმე ვერავის ვეღარ ვიმატებ აი ეგ არის ეხლა 174 კაც გადაული გული გამისკდა მეთქი კაროჩე მე დამესხა აქეთ ერთლიანი არმია თავს და გული გამისკდა აი მოდი ჯერ დაგესაუბრები ოპა უნდა გადმოსვლა და რა თქმა უნდა ineffectivity იწყება ეხლა უკვე კრიტიკალი გვინდა ჩვენ აჰა ოკეი აქ ნახე ეხლა 14% არის იმის რომ უარი გვითხრას 54 არის რომ იმის კი გვითხრას ეს 69 ხო არის ეგ არის successfully მიდი რა ერთი ცალი კრიტიკალი გვინდა და ოღონდ წვანეთ და ჩვენსკენ გადმოვა ეს ყმაწვილი ოკეი ეს ჯობია რა თქმა უნდა მე პირველი ამის ინტერესებს არ დავაყენებ ყველაზე წინ ეხლა ნახე რა ხდება მე მაქვს სტრატეგია რომ ან მე მაქვს სტრატეგია შემუშავებული სადაც გავიმარჯვებ რა გამარჯვების სტრატეგიაო ესე რომ გითხრათ მე მგონი ამას დათანხმდება კი ბატონო და აქ გვინდოდა ეხლა ის კრიტიკალი რა არა და არ მინდოდა ამის მოკლა აი ოკეი სხვა რა გზა არის დავარ პერსონაჟის წავართვათ რა ვირის იმედი ქონდა ალყარო შემოგვარტყა ნამდვილად არ ვიცი მაგრამ მცდელობისთვის ბრავო გარნიზონში როგორც ჩანს ვაფშე არავინ არ არის 521 კაცი იდგა ბიჭო გარნიზონში და ალყა შემოარტყა ტიპმა ეთყობა ვინმეს ელოდებოდა მე აქედან არმიას დავიმატებ ეხლა ამ პატარა ციხესიმაგრეს ამდენი არმია არ ჭირდება ამ მომენტისათვის რა ხდება კანონი მიიღეს ესე იგი ტიერ 5-ო ერთ ინფლუენს უმატებს და არმის საის ზდის აი მოდი კიპორმა კანონი შემოიღო ოკეი ჩემთვისაც უკეთესი იქნება აუ რამდენი არიან და არ შეხვიდეთ მაგ დაველოდოთ აპა მიდი მაგეთ წადით იქით ალყა შემოარტყით რამეს გამოდით ბიჭო რამდენი არის 811 კაცი არის დიფენდინგში ეხა მე აქ დაველოდები გამოვიდნენ 883 უკვე ბევრი გროვდება მაინც 780 ამდენი ხართ ეხლა რომ გამირისკავთ და დამესხმებით თავს
აი, მოდით. 880 კაცი 4 დღის საჭმელი. ტრადიციულად ვაშიმშილებ ახლა მახორებს. აი ესე. იმედია ეს ესეთი თავოთივლის ახლა ამათი არმია და არ გაერთიანდებიან და ერთდროულად არ დამესხმევიან თავს. თორე ფატალურ შედეგამდე მივალთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. კაი, 856 კაცი დარჩა უკვე. ხო არ გაგექცათ ზოგი ჯიგრებო 3 დღის საჭმელი. ეს ვინ არის? ურთიერთობა კაი გვაქვს, მტრები ბევრი ყავს. ლორდია როგორ ჩანს? აი, ეგ არის მოკლედ საკმაოდ შევასრულეთ ეს ქალაქი. აი, მორალის დაეცა უკვე, საჭმელი აღარა აქვთ. 880 კაციდან 482 დარჩნენ და აქ შესვლას აზრი არ ქონდა. ეხლა ტრუპები გაუშვათ, 95 კაცი ავიყვან. მოგვიკვდა უпростоრად. პრისონერები ავიყვანოთ. ეხლა უცებ ამ ქალაქს მიხედავ, იქით ალყან კი შემოგვარტყეს. იმ ციხესიმაგრეზეც ეხლა რო ავიყვანეთ გარნიზონიდან ხალხი. აუ, აქ მე მგონი მე ჩემი მეუღლე მყავდა და აქ ჩემი მეუღლე იყო, ხო? აი, ამის მოხოდვა მინდა უეჭველი, ესეც მოიხოდოს. კაი, შენ გაჩერდი. აი, ეს ქალაქი წავართვით. ეხლა რა სიტუაცია გადავხედოთ? აქ შემოგვარტყეს ალყა. აქ შეიძლება ვერ მივასწროთ. აქ რა ხდება? ეს დარჩენილი ქონია თურმე. აქაც ალყა არის. კაი, ეხლა აქ დავესხმევი თავს. ამას მოხსნი ალყას. გადავალ ამ ქალაქს ავიღებ, იგი დიდი ალბათობით წაართმევენ. ეხლა აქ ალბათ რა ვისთან აქვს კიდე ომი? ისევ იმპერიასთან აქვს. ბატანიასთანაც ომი აქვს და ვესტერნ იმპერიასთანაც. ზუსტად არის ამათი საქმე რა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ხო, აქ რამდენიც არ უნდა შეგროვდნენ, ეხლა აზრი არა აქვს, ამას უცებ გადაული, იმედია მივაწრებ. რამდენი კაცი დარჩა? ამი დიფენდინგში. 65 კი კაც მივასწრებ ჩვეულებრივად. აუ, იქით 5 კაცი იმენა ქვეშ გაიფინეს. მოიცა ჯიგარო. ესე ტრუპებით. აუ, კაია, ძმა ტრუპებიც მოგვიყვანეს თვითონვე, იდეალური. არმია შევივსეთ, ფართი კიდე გავგზდია, ესეც კარგია. ხო, რაღა დარჩა რა, აღარც აღარაფერი. ეს ერთი ტრაქტორის ციხესიმაგრე დარჩა და ეგაა რა. იქით ალყა კი არის და იმედია ვერ მოასწრებენ და მალამდე ესენი აიღებენ, რავი. აუ, ჩვენ ქარავას. აუ, ვიღაცა გვიჯახდა. პრავინდი აჯახდა, ვინ აჯახდა? რომელიღაცა კლანი ავიჯახდა. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 არა 12 ვართ ისე. აბა ვინები აჯახდა, რა აჯახდა? აი, არა უშავს პრავინდი აგვიჯახდა. მაგაჯახებულებსაც მივახრჩობ. ცოტა ხანში. მანამდე მოდი ესეც წავართვა. ამ საწყლებს აქ რამდენია დიფენდერში ვაფშე? 705 კაცი. აქ შევალ. ცოტას გავერთოვი. რა სტილი ციხესიმაგრე არის ვერ გავიგე. ან სად ჩამოუნგრიე კეთლები, ან 1 საათია ტყილა დავბივარ. ვაფშე ერთი კაცი მომიკლია მარტო. ვაფშე არც არავინ მომიკლია. რა საათ ქონდა, რა საათ იყნე, ვინ იყნე, ვერაფერი ვერ გავიგებთ რა. ისეთი სტილის ციხესიმაგრე იყო. ძალიან მაგარია, მომეწონა, ძალიან ლამაზი ადგილი არის, მაგრამ ძალიან უაზროთ არის მოკლედ. რავი, ეს გარნიზონი გარშემორტყმული. აი, აქ ვერ ავდივარ, ხო? აქ ვერ ავდივარ. ვერც ბრძოლო, ვერც უდგები ფაქტობრივად, რომ საიდანღაც მოკლა, რავი ძმოა. შემოდიან შუაში იჭედებიან ჩემიანები გადაულია მიცებ ზემოთ და მსო. დებიან მიდიან საიქიოში რა. ობა. შეტევაზე ყველა. ისინი სახით გადმოვიდოდნენ და არ მათხოვოთ. მოდი ბიჭო. მოვიდა პოლიარმიჩი. კლელი გიორგამი ესამე. ეგა რა. გამის წამოვლები იყო. თქვენ რატო დგახართ? სანახაობას უყურებთ. შეგრებო. უპს.
ვა, ერთი წამი. ისე მიდი, დადეგი, ბატიბუტი აიღე, დადეგი, დაო, აი. დადეგი. რითვე ღარ მოკალით სამი კაცი, მა. აი დამაიც მე უნდა მოვიდე და გადავაჭრა ყველას კისერი. აი ბაგნი ტიპები. აუ ჩახტი აგი ხოცი ამარო. სახე გაუხდი. ნუ რა ის არის მაგრამ. ნახე ბიჭო აქ რამდენი არიან იქ ვის მისდევთ ბიჭო ნუ გადამრიეთ რა დებილები ხარ. აი ბიჭო ნაჯახი. ბიჭო ერთი წამი. ცოტა საფათოა თქვენ გენაცვალეთ არანაირი ბრონი არანაირი ფარი არანაირი შეიარაღება ჩაკუჩებით დადიან მუსმის საჭედის ჩაკუჩებით ივარ და პაპა პოლიარმი ძურს უკნიდან როგორც ნამდვილი მეფე გაზროსიფათი აი ესე შევიდა საჯარიმოში ეხლა დაბრიდავენ საჯარიმოში მყოფ მეფეს აი გაიქეცი ერთ წამს ძალიან გიგიკო მოდი აუ ნაჯახი და მავიწყდა რომ შემომეტანა თორე თქვენ ნახერას გიზაგი ბიჭო ჩემი მჩეხავი აი აბა რა ბოლო ბრძოლაში როგორც ყოველთვის დამარდეს და 14 კილი მიითვალა პაპა გიორგი მე-13 ეგარი ოუშვათ ეხლა ტრადიციულად სწრაფად ჩვენი ჯარისკაცები რა იზი გამარჯვება იქნება. ეგ არის, როგორც იქნა ვლანდიაც გავანადგურეთ. აქენა ყველა უნდა ავიყვანო მე. თვითონ კალადო გიყავდა დაჭერილი მეფე გადაო. აი, მე იქიდან პრისონერებს ავიყვანო, უეჭველი მჭირდება თან. იქიდან გამომდინარე, რომ პატარ-პატარა კლანები ეხა წესი დარჩებიან, რომლებიც მეომს გამომიცხადებენ და თამშვიდობას დავდებ და იქნებ რამოდენიმეც გადმოვიბირო და გადმოვიყვანო ჩემ ხარეს. მიდი რა გთხოვ ის ციხესიმაგრე არ ქონდეთ წართმეული და დავასრულო რა მათი ეპოქა. Please. ეგ არის და კიდევ ერთხელ ეგ არის. ვლანდიას აღსასრული მოხდა, არ გადადებულა. დასაწყისში ვთქვით, რომ ვლანდიას დააჯდა სიკვდილის ბუზი მეთქი და სწორედ ეგ მოხდა. დასაწყისში ვთქვით, დასასრულში შევასრულეთ. სამწუხაროდ ვერ მოვკვდი და ცოტა ვერ ვიქილავე, მაგრამ ოკეი, ეგ არა უშავს, მაპატიებთ. დატკვით. ამ სანახაობით, რადგან 1103 წელს ზაფხულში მარტის 12-ში გიორგი მე-13 საქართველოს სამეფოს უძლიერესმა მეფემ ვლანდიის აღსასრული არა მოიცა ერთ წამი არ შემშალოს ვლანდია დაასრულა. აი ეს ჯობია. გადავხედოთ ეხლა დავტკბეთ უცბად. აუ ეს პრავენდი რა ხა ჩაეკვეტა ეხლა შუაში. აი ესე. აქ ძველი ვლანდია იყო, მაგრამ იყო და არა იყო რა სამუდამოდ დაემშვიდობა ვლანდიას საკუთარ სამეფოს. ეხლა უცებ რომ გადავხედოთ კლანს კი არა და ხო კლანს პრინციპში მაგალითად ესე 25503-ზე არის ჩვენი total strange. ვიღადარჩა ბატანია, ესენი საკმაოდ შესუსტდნენ. ასე რაი აუ სამხრეთის იმპერია სუსტდება და სუსტდება. რა ხდება? ჩემთან ბრძოლა არ აქვს ამას. ეთყობა ბაგი არის. ალბათ ბაგი არის. ან გამოგვიცხადებენ მე რამე წინასწარი ის იყო. ხუზაიტებს ბრძოლა აქვს. ეგ არა. იპრავეცაც მოვაშორებ იქიდან შემდეგ ეპიზოდში. და მოკლედ მაქსიმალურად ვეცდები რომ რა ქვია მას ბატანია გავანადგურო რა ან თუ ვერ გავანადგურებ მინიმუმ შევასუსტო მაინც. ეხლა უცებ მოკლედ მიმოხილვა რომ გავაკეთოთ. მოდი ჯერ არმიას დავშლი, მოიხოდებიან. მე ამ ჩემს ბოლო ვლანდიის აღებულ ციხესიმაგრეში შევალ. აი ესე. ეხლა ტახტრევანზე აქედან არა ერთი წამით, ბოდიშით.
როგორც მეფე შეეფერება ზუსტად ისე შევა ლორდის დარბაზში. ეს რა არის? მე ესეთი რამე არ შემეფერება. Sit down please. აი ჩვენი გიორგი მე-13. ქართული დროშები, ქართული ციხესიმაგრეები. აგერ ჩვენი მცველებიც. აი, ოკეი. ეხა ბევრი რო აღარ ვილაპარაკოთ, ავიტლიკინოთ. მოკლედ. უცებ შეჯამება რო გავაკეთოთ რა მოხდა დღევანდელ ეპიზოდში. ვლანდია გავანადგურეთ თავი და ბოლომდე. ვლანდიის ნასახი აღარ არის მოკლედ. ზავი გვაქვს ხუზაიტებთან, რომელსაც 29000 დინარს უხდი. ასე რაისთანაც ზავი გვაქვს და ბატანიასთან. მოკლედ ამ სამ სახელმწიფოს ჩვენ უხდით. ამათან ბრძოლა ვაფშე არ ქონია ვესტერის იმპერიასთან, სამხრეთ იმპერიასთან არა გვაქვს ბრძოლა და როგორც ვთქვით, ბოლო ტკბილი ლუკმისთვის ვინახავთ და არც ამათან არა გვაქვს ბრძოლა საერთოდ. ესე იგი, სამი სახელმწიფოა დარჩენილი. შემდეგი ეპიზოდიდან ბატანიას უნდა გამოუცხადო უეჭველი ბრძოლა და ბატანია უნდა ავიღოთ თავიდან ბოლომდე. ორი აზრი არა აქვს ამას. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის. თუ მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი, ჩემი თხოვნა იქნება გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ როგორც კი 200 გამომწერზეა ვართ. როგორც კი 200 გამომწერზეა ვართ, მოკლედ გავათამაშებთ რამეს და რას გავათამაშებთ, ამას მოვიფიქრებთ მოკლედ ნელ-ნელა. მადლობა ყველას კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. აბა ჰე